We approve the adoption of the declaration on supporting Georgia's Euro-Atlantic integration as amended. Those in favor, please raise your voting cards. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია ერთხმად მიიღო. ასამბლეა ადასტურებს ნატოს ღია კარის პოლიტიკისადმი ერთგულებას. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაულო ალიმ ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი ყოველდღიურად ცდილობს საქართველოს მეტი და მეტი მიწები მიიტაცოს. როგორც ალიმ განმარტა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი პრიორიტეტია. დღეს ისტორიულ სესიას ვასრულებთ. საქართველომ გააკეთა არჩევანი. ქართველი ხალხი ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. მისი მომავალი ნატოსა და ევროკავშირშია. ნატო არ არის მხოლოდ თავდაცვითი ორგანიზაცია, ეს თანამშრომლობა საერთო ღირებულებებს ეფუძნება. ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ არაერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციას. ვთვლით, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული მცოცავი ანექსია მიუღებელია. საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დეკლარაციაში დადასტურებულია ალიანსის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ქვეყნის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. ალიანსი მიესალმება საქართველოს კონსტრუქციულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციისკენ. ამასთან ნატოს საპარლამენტო ასამბლეა გმობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციას და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების ფართო მასშტაბიან დარღვევას, ადმინისტრაციული საზღვრო ზოლის გასწვრივ თავისუფალი მიმოსვლის შეზღუდვას, რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის 6 პუნქტიანი გეგმის დარღვევას და ოკუპირებული რეგიონების დე-ფაქტო ანექსიას, რაც ფართო კონტექსტში საფრთხეს უქმნის რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. დოკუმენტის თანახმად ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას უკან გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარება და ამ ტერიტორიებიდან გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები. ნატო ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისო და აღიარებულ საზღვრებში და გმობს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის განგრძობით უკანონო ოკუპაციას, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების ფართომასშტაბიან დარღვევას. ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მიღმა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6 პუნქტიანი ხელშეკრულების მუდმივად დარღვევას და რუსეთის მიერ ამ რეგიონების დე-ფაქტო ანექსირებისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს, ასევე ამ ტერიტორიებზე ფართომასშტაბიანი სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. მიესალმება საქართველოს კონსტრუქციულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციისაკენ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით ძალის გამოუყენებლობის შესახებ გადადგმული ცალმხრივი ნაბიჯების ჩათვლით, ასევე მის კონსტრუქციულ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და თბილისის ძალისხმევას ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის ჩართულობით. კენჭისყრამდე დეკლარაციის ტექსტში ქართულმა დელეგაციამ დამატების შეტანა მოითხოვა. დეკლარაციის მე-18 პარაგრაფს დაემატა წინადადება, რომ სადემარკაციო ხაზთან მოქალაქეებს შეეძლოთ თავისუფლად გადაადგილება. რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები საქართველოსთან მიმართებაში. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას უზრუნველყოს თავისუფალი გადაადგილება და ვაჭრობა ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ. პატივისცეს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო და აღიარებულ საზღვრებში. უკან გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნების აღიარება და ამ ტერიტორიებიდან გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები. შეასრულოს საქართველოსთან მიმართებაში მისი ვალდებულებები და დაიცვას საერთაშორისო სამართალი. უპასუხოს საქართველოს მიერ ცალმხრივად აღებულ ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და თავი შეიკავოს საქართველოს მიმართ ნებისმიერი პროვოკაციული და აგრესიული ნაბიჯებისგან. ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების საერთაშორისო დამკვირვებლების შესვლას აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის რეგიონებში. მოგვიანებით ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი დელეგაციის წევრებთან ერთად საოკუპაციო ხაზზე იმყოფებოდა. ალიანსის წარმომადგენლებს ქართულმა მხარემ მავთულ ხართებით გაყოფილი სოფლების ოძისისა და ახმაჯის მაცხოვრებელთა პრობლემები ადგილზე გააცნო. პაულო ალიმ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აქ მოსვლა სიმბოლურია ჩვენი მხრიდან. ჩვენ გვესმის, რომ ვითარება მართლაც დრამატულია.
მოსახლეობას აქვს პრობლემები და ეს მიუღებელია საერთაშორისო კანონისთვის. როცა დაუბრუნდებით ჩვენს ქვეყნებში, ყველას ავუხსნით, რა ხდება საქართველოში. მივიღეთ დეტალური ინფორმაცია, როგორ მართავს ვითარებას რუსეთის ფედერაცია. რუსეთის რამდენი ჯარისკაცია აქ და აფხაზეთში. ვიცით, რომ საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს სიტუაციას, თუმცა დაძაბულობა არ მცირდება. ბექაუდიშარიას განმარტებით, ქართულმა მხარემ უნდა დაანახოს საკუთარ პარტნიორებს თუ რა ძვირი უჯდება საქართველოს თავისი ისტორიული არჩევანისადმი, ევროკავშირისა და ევროატლანტიკური სტრუქტურებისადმი სწრაფვა. ჩვენ გვინდა დავანახოთ ჩვენს პარტნიორებს თუ რა ძვირი უჯდება საქართველოს თავისი ისტორიული არჩევანისადმი და ევროკავშირისა და ევროატლანტიკური სტრუქტურებისადმი სწრაფვა. რუსეთი ყოველდღიურად აძლიერებს წნეხს ამის sapasუხოდ. პირველადი ოკუპაციის შემდეგ ის აგრძელებს ანექსიას უკვე გრუსა და FSB-ს დანაყოფების საშუალებით ყოველდღიურად გრძელდება ადამიანებზე თავდასხმა, ადამიანებს ეკრძალებათ წვდომა წყალთან, ეკლესიასთან, ნათესავებთან, სასაფლაოსთან. ეს არის პრაქტიკულად პოლიგონი ადამიანის უფლებათა დარღვევის. ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს გააძლიეროს დამოუკიდებელი სასამართლო, შეინარჩუნოს მედია პლურალიზმი, გააღრმავოს დიალოგი და შეამციროს დაძაბულობა მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის. მთავრობის ურყევი გადაწყვეტილებაა მედიის თავისუფლების, გამჭვირვალობის და პლურალიზმის გარანტიის შექმნა. ახლახან მიღებული კანონი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლობის საბჭოს შემადგენლობის დემოკრატიულობას და სატელევიზიო კომპანიების ფინანსური გამჭვირვალობის ხარისხის ზრდას. პარლამენტმა დაამტკიცა სავალდებულო must carry must offer პრინციპები, ანუ მოთხოვნა, რომ საკაბელო ქსელებსა და სატელიტური მაუწყებლობის მიმწოდებლებმა ჩართონ თავიანთ მაუწყებლობაში ყველა ის სატელევიზიო არხი, რომელიც საინფორმაციო გამოშვებას მოიცავს. საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია სიტყვის თავისუფლების და მედია პლურალიზმის უზრუნველყოფის კუთხითაც. მაშინ, როცა 2012 წლამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 3 სატელევიზიო არხი მაუწყებლობდა და მათაც კაცრად აკონტროლებდა მმართველი პარტია, დღეს მაუწყებლობს 13 ასეთი არხი. ყველა მათგანი თავისუფალია და კრიტიკულად არის განწყობილი მთავრობის მიმართ. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის ყოველწლიური რეიტინგების მიხედვით, რომლებსაც აწარმოებს ორგანიზაცია ჟურნალისტების საზღვრების გარეშე, საქართველომ გაიუმჯობესა პოზიციები და 2012 წელს არსებული 104 ადგილიდან 2016 წელს 64 ადგილზე გადაინაცვლა. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს მხარდამჭერ დეკლარაციის მიღებას მთავრობის წევრები ეხმაურებიან. ისინი ხაზს უსვამენ ქვეყნისთვის დეკლარაციის მნიშვნელობას. მინისტრები ამბობენ, რომ დეკლარაციით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს როლი ნატოსთვის. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის პირველ რიგში საქართველოს როლი ნატოსთვის, რამდენად დიდი პროგრესი აქვს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე, ყველა იმ რეფორმის შედეგად, რომელიც განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში, ასევე რამდენად ზრუნავს ნატო ჩვენს უსაფრთხოებაზე, ჩვენს დაცულობაზე, რამდენად იზიარებს ის საფრთხეებს, რომელიც ჩვენ გვაქვს ოკუპაციის შედეგად, რუსეთის აგრესიის შედეგად და ასევე რამდენად იზიარებს ნატო ჩვენს მშვიდობიან პოლიტიკას, კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების პოლიტიკას და ეს არის ცალსახა, როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერა. საქართველოსთვის განსაკუთრებით ხაზგასმა იმ პოლიტიკისა, რომ ნატო რჩება თავისი ღიაკარის პოლიტიკის ერთგული და ნატო რჩება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული, რაც ჩვენ გვაძლევს დამატებით მოტივაციას იმ რეფორმების განხორციელების კუთხით, რაც დავგეგმეთ თავდაცვის უწყებაში და რომლის ინტენსივობის ხარისხი მომავალ წლებში იქნება საკმაოდ მაღალი. მნიშვნელოვანი დეკლარაცია. მინდა მიულოცო ყველას, განსაკუთრებით ჩვენს პარლამენტის წევრებს, რომლებმაც ძალიან დიდი ენერგია ჩააქცევეს ამ დეკლარაციის შექმნაში, სადაც პრაქტიკულად ყველა პრობლემა არის ასახული და სტრატეგიულად ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, ტერიტორიული მთლიანობა იქნება ეს, რუსეთისადმი მიმართვა იქნება, თუ მოკავშირეებისადმი მიმართვა იმის თაობაზე, რომ მაქსიმალურად დაჩქარდეს და გაძლიერდეს ჩვენი ინტეგრაციის პროცესი. ეს არის დეკლარაცია, რომელიც მოუწოდებს
ნატოს წევრებს, რომ საქართველოს მისცენ მაპი და შემდეგ გახდეს წევრი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის. აქ არის ძალიან მწვავე შეფასებები მოცემული ოკუპაციასთან დაკავშირებით და რუსეთთან მიმართებაში და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, არის საკმაოდ სწორი შეფასებები გაკეთებული ქვეყანაში არსებული დემოკრატიის კუთხით. ანუ საუბარი არის მედია პლურალიზმის მნიშვნელობაზე, საუბარი არის ინსტიტუტების სიძლიერის მნიშვნელობაზე და საუბარია იმაზე, რომ უნდა დასრულდეს პოლარიზაცია, რომელიც არსებობს საზოგადოებაში.